ქუთაისლებო დღეს არის აი პირველი და მეორე რიცხვის ეს იყო ქუთაისლობასთან იყო დაკავშირებული და ეხლა მინდა ვთქვა ჩემი პირადი პროექტი რომელიც ცოტა გაბრაზებული ვარ იმიტომ რომ ეს პროექტი მე მქონდა ეს პროექტი მე მქონდა დაგეგმილი რამოდენიმე წელია ქუთაისში თქვენცით პირველი და მეორე რიცხვი ეს აი თელი ქუთაისია და ქუთაისლობა და გვირილობა და ასე შემდეგ და ამ პერიოდში მე ჩემი იდეა იყო რომელიც დაიბადა დაახლოებით 15 წლის წინ რომ მე ქუთაისში გამეკეთებინა 3 მაისს რატო 3? იმიტომ რომ პირველი და მეორე გადატვირთულია ქუთაისლობა ხალხი გადატვირთული და 3 მაისს გამეკეთებინა ქუთაისში ავანგარდის ფესტივალი. დიახ, ქუთაისში, იმიტომ რომ ქუთაისელი ვარ და რაღაც მინდა ჩემ ქალაქს შემოუმატო და მამაჩემს აქვს მიწა ავანგარდში. ყოფილი ინდუსტრიული ადგილი არის და მოკლედ არა ერთ ქუთაისის მერს არა ერთ ქუთაისის მერს მივმართე რომ მოთხარი ეს მამაჩემის მიწა არის ახლა კანონი ბლა 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 ნუ მოკლედ სასამართლოს მოვიგე სასამართლო მოვიგე და მერია არ გვიმტკიცებს მიწას იმიტომ რომ კიდე სასამართლო მივიდეს ნუ მოკლედ რა დავიხალე რა მაგრამ რატო ვაფახლა დღეს ამაზე მე არავის არ ვლაპარაკობდი საჯაროდ იმიტომ 2 მაისია და ზუსტად 3 მაისს უკვე ეს პროექტი უკვე იქნებოდა 10 წლის მაგრამ მე ქუთაისის მერიც ვერც თავი გავიგე ვერც ბოლგა და ვერც ქუთაისლობა ვერ გავიგე რა და ვერც ქართველობა ვერ გავიგე კიდე სამწუხარო რომ ეს უკვე ხვალ იქნება 3 მაისი და კიდევ 1-3 მაისი იქნება ჩემი ფესტივალის გარეშე. დიახ, ფესტივალი იყო ჩაფიქრებული ჩემ მეგობრებთან ერთად, ჩემ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან ერთად და ქართულ მეგობრებთან ერთად ჩვენ გაკეთებია ავანგარდის ფესტივალი ავანგარდში. იმიტომ რომ ამაჩების წარმოება არის ავანგარდში და მე ვთხარი და ჩემი ინვესტიციით მერისგან არაფერი ერთი თეთრი არა ელემენტად ის რაც არის მამაჩემის მიწა რომ გადამიფორმეთ აი ეს თხოვნა იყო რაც რა ვიცი ხალხი $1 იფორმებენ ტყეებს და მამაჩემის მიწა რომელიც სასამართლოში მოვიგეთ მაინც არ მიფორმებენ ნუ არ ვიცი რაც არის კაი ჯანდაბა მაგას და რატო ვარ გაბრაზებული იმიტომ რომ არა ერთი ქუთაისის მას უთხარი მე ვთქვი ბიჭო არაფერს უკანონოს არ ვითხოვ 100 წელი რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში რა ხელი შემიწყოთ რომ ეს გავაკეთო და იმის მაგიოთო ხელი შემიწყოთ 15 წელიწადი ასე მაწამებენ. მიშას დრო იყო და ეხლაც არის და რა ვიცი ვერ გავიგე რა განსხვავებას ვერ უყურებ მე ვერცეთში და ვერც მეორეში. ნუ მოკლედ მე მაინც იმედი მაქვს რომ კიდევ ვთქვა სასამართლო მიიღო სწორი გადაწყვეტილება მე ქართულ სასამართლოს პრობლემა არ აქვს პირიქით. ქართული სასამართლო მიიღო სწორი გადაწყვეტილება ქუთაისის მერია რა ვიცი ჯორივით ვირივით რა ვიცი არა და კიდევ ნუ კაი რა ბიჭებო ებსაკეთ. და რატომ მინდა ეს გავაკეთო? იცით მე მინდა ქუთაისში პატარა პროექტი გავაკეთო, აი ჩემი რაღაცაზე ჩავდო ქუთაისში ისეთი რომელიც სულ ყოველთვის იქნება. და მე მინდა გავაკეთო კიდევ ერთხელ საჯაროდ ვამბობ, იმედი 1 წელიწადში ამაგას შევძლებ. დამოკიდებული არის კიდევ ერთხელ ქუთაისის მერია, ნუ კარგი რა გეყოთ ამოვიდა ხელში. გიორგი ფხაკაძის პროექტი, ხო იცი მე როცა პროექტს მოვკიდებ, ხელს ყველაფერს ვაკეთებ, აი ეს გარი ადგილიდან ვაცოცხლებ. ესა ჩემი გამოცდილება. არაერთი საქმე გამეკეთებია და მე მგონი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველანი იცის რომ ხაკაზე საქმეს რომ მოკიდეს, იმას ამთავრებს ბოლომდე კარგად აკეთებს. კიდევ ერთხელ ქუთაისში იმედია უკვე მომავალ წელს 3 მაისს იქნება ქუთაისის ფესტივალი. კიდევ ერთხელ მე მინდა იყოს ქუთაისის ფესტივალი, ეს იქნება საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იქნება ქუთაისში. ავანგარდის ფესტივალი ავანგარდში. დიახ, მამაჩემის მიწაზე ექსალს ის ბევრი ცეხი იყო მამაჩემის ცეხი. აი იმ ტერიტორიაზე და მინდა გავაკეთო თანამედროვე ხელოვნების ცენტრი მინდა გავაკეთო იქ. დიახ. იდეაც არის ძალიან მაგარი და რა ვიცი, მე მაინც მჯერა რომ მე მაგას შევწყვეტ. ეს არის ჩემი რაღაც პირადი რაღაცა რაც მინდა დავტოვო და ყველაზე მაგარი რა არის ეს ამ იდეის ქვეშადევს იმიტომ რომ არა ერთ მოქანდაკეს ველაპ და კიდევ ვთქვი ეს ქვებზია საუბარი იდეა ძალიან მარტივი არის ესე იგი მამაჩემის ცეხი ქუთაისში ძალიან ბევრი შენობა არის გაკეთებული მამაჩემის ქვით ის არის ის და ჩემი იდეა იყო არსეთი რომ დავდოთ 5 ლოდი ქვა
ჭოგნარიდან ჩემი ოჯახის ადგილი არის რა თქმა უნდა და 5 ლოდის ქვა და 5 ლოდი და იყოს 5 ხელოსანი 5 ხელოვანი სხვადასხვა ქვეყნებიდან და 3 თვე უნდა იმუშაონ და დედლაინი ექნებათ ზუსტად 3 მაისი და 3 მაისს ეს 5 ქანდაკება უნდა იყოს პრეზენტაცია და ქუთაისლები რო შეარჩიონ რომელი არის საუკეთესო ქანდაკება და ერთ-ერთი ქანდაკება რომელიც იქნება საუკეთესო სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ადგილებზე უბანში ან ქუჩაში რომ ეს ქანდაკება უსასყიდლოდ გადაეცეს ქალაქს და აი ასე ყოველწლიურად წელიწადში ერთი ქანდაკება ქალაქს აი ეს იდეა მაქვს უკვე 15 წელიწადი ხალხნო ყველა ქუთაისის მეზს მაგას ვეუბნები და კი და არა ხალხნო რა ნუ დავიღალე ჯერ ნაცები იყო მერე ქოცები იყო მერე ჯანდაბა იყო კარგი და არ გვინდეს ქაცნოცობა რაღაცები ქუთაისელი ვარ და ქუთაისლები ვართ ხო და ჩემი თხოვნა მაქვს რომ უფლის წყალობით იმედია ეს დამთავრდება ეს ყველაფერი და ჩემი იდეა მომავალ წელს უკვე იქნება რეალური პირველი ქანდაკება მომავალ წელს იქნება გადმოცემული ქუთაისის ქალაქს აი ეს არის ჩემი პატარა იდეა რომელიც 15 წელიწადი მაქვს იდეა რომელიც პრაქტიკულად ქუთაისის მერიის რა ვიცი რამდენი მერი შეიცვალა ვერც ერთმა ვერ გაკაჩა და რა ვიცი საკრებულოში ხო ხართ ბიჭებო და გოგუებო მერიაში ხო ხართ ბიჭებო და გოგუებო და ძალიან თქო ნუნიშით ხას და გამაკეთებინათ გასაკეთებელი საქმე ქუთაისელ კაცს გააკეთებიათ რაღაცა ისეთი საქმე რომელიც ქუთაისს დაუტოვო ძალიან მაგარი საქმე. აი რა არის ახლა ამაში ცუდი. აი როცა ადამიანი რაღაცა თან ეს ხო არის რაღაცა მილიონებს უტოვებ და ქარხანას ვაშებ, მაგ ხო არ ვიძახი მაგას. პირველი საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში და ქუთაისში. მეორე ქუთაისი რო იყოს საერთაშორისო რუკაზე ერთი პატარა ვარსკვლავი, სადაც წელიწადში ეს ხდება რაღაცა სასწაული. მესამე ქუთაისში ყოველ წელიწადს იქნება ერთი საჩუქარი, რომელიც სხვადასხვა ქუჩას და კიდევ ერთხელ უბნელები უნდა აირჩიონ და რადგან იდეა არის რომ იყოს 5 ქანდაკება, შეიძლება 5-მა წაიღონ სხვადასხვა უბნები, რა იცი რა ხდება. და ეს ქალაქს რო გადაუცეთ რომ ეს 5 ქანდაკება და იქნება მითითებული რომ აი კონკურსში მოგებული და აი ეს იქნება ძალიან მაგარი რა. ნუ მე სპონსორებს ნახავთ რაღაც, მაგრამ მთელი კონცეფცია არის რომ წამოდგენე ქანდაკებას აძლევ ქალაქს. და რა თქმა უნდა იყოს არჩევნები და უბნელები აირჩიონ რა მაგა შეიძლება ვიღაცა ეთქვა ქუჩაზე აირჩიონ მაგალითად რა ვიცი რესპუბლიკის ქუჩაზე თქვა აი ჩვენ გვინდა აი ქუჩის შესასვლელში აი ეს ქანდაკება რა და აი ეს არის ზუსტად მოქალაქეების ჩართულ ამას მე ევროპაში ვუყურებ საფრანგეთში როგორც აი როცა ადგილობრივი მოსახლეობა აი იცის აი ჩვენ გვინდა ასეთი რა ვიცი პარკი და ასეთი რაღაცა და აი ესეთი რაღაცა მინდა გავაკეთე ქუთაისში რა ვიცი იმედი მაქვს რომ მომავალ წელს ამ დროს მე ვიქნები არა საფრანგეთში არამედ მე ვიქნები ქუთაისში და თქვენთან ერთად მივიღებ მონაწილეობას პირველი ძეგლის გადაცემის ცერემონიაში. რა ვიცი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ნახოთ იმედია Facebook-ი დაემახსოვრებს ზუსტად ერთ წელიწადში ამომიგდებს და მეტყვის ეს ჩემი იდეა უკვე მე-15 წელზე გაჩერდება და მე-16-ზე გადავა და ისევე იდეა დარჩება თუ ეს განხორციელდება. კიდევ ერთხელ არავისგან არაფერს არ ვითხოვ აბსოლუტურად. რაც არის კანონიერი იმას ვამბობ, რომ რაც სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება და ქუთაისის მერია აი ჯიუტივით რაღაცა რა გჭირთ რა იყო ბიჭებო აი არ ზუბნური იცით არ ქუთაისური იცით არ კაცური იცით ეგრე არ მოსულა რა არ მოსულა მართლა არ მოსულა და ეგეთ რაღაცეები არ გინდა და ნუ ვაბრალოთ ახლა კოცინაცი უბედურობა და რაღაცეები არის რაღაცეები რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და რა ხარ და როგორ ხარ ხო და აი გარი შემოძვირფასო მეგობრებო რა ვიცი მე ეს იდეა მაქვს და მე მინდა კიდევ ერთხელ მაგას ვამბობ საჯაროდ ღიად ხო რაღაც ვამბობ სულ ვაკეთებ საჯაროდ ვამბობ რომ მე ძალიან ნაწყენი ვარ ქალაქ ქუთაისზე მოქალაქეებზე არა მერიაზე და ადმინისტრაციაზე რომ ამდენი ხანია მაწვალებთ თან ყველა მაწვალებთ ხო იცით რომ მაინც მოვიგებ ერთ წელიწადში ორ წელიწადში რომ მართალი ვარ იყო მართალი ბიჭო სასამართლო მოვიგე და კიდე სასამართლოში მიწევ სიარული რომ დაუმტკიცო რომ მამაჩემის მიწა მამაჩემისა ნუ აი კარგით რა
ამოვიდა ყელში ვიღაცებს ერთ ლარად აძლევთ რა ვიცი მე ტყეებს და ყველაფერს ისე так замежду прочим შეგახსენეთ ტეხავს მაგრამ მე იმედი მაქვს კიდევ ერთხელ მე ძალიან ისეთი ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მე მაინც იმედი მაქვს რომ ეს ჩემი პატარა იდეა კიდევ ხარ ჯანდაცვაზე აქ ვლაპარაკობ ჩემი პატარა ოცნება ჩემი პატარა იდეა გიორგი ბხაკაძეს პატარა ოცნება ქუთაისში ჩამოყალიბდეს საერთაშორისო ფესტივალი ავანგარდი ავანგარდში ავანგარდ ინ ავანგარდ აი ეს ძალიან მაგრად მინდა წლებია მაგაზე ვფიქრობ და იმედი მაქვს რომ ქუთაისის მერია ყოველ შემთხვევაში ამ წელს ქემაეს ხალხნო ქენით ახლა და დავიხალე თორე დაობერდი უკვე დაობერდი და მე რეგეტყვი და ამას გავაკეთებ სხვაგან მომეცით მიზეზი რომ ჩამოვიდე ქუთაისში აბა თქვენიც კიდევ ერთხელ მიყვარხარ ძალიან ძალიან აი დღევანდელ დღეს აი ამ სიმწვანეში რაღაცა სიახლე გითხარი და ჩემი პატარა გულის ტკივილი და ჩემი პატარა ოცნება და იმედია ჩემი პატარა ოცნება როდესღაც ეღირსება და როგორც არა ეს კაცი რო გაასვენეს და იმას ბევრი ოცნებები ქონდა მაგრამ კი იყო ერთი თითქმის 100 წლის იყო ნეტა მემაცხო რამდენი ხანი ხო და 98 წლის იყო ეს კაცი რო გარდაეცვალა ცხონებული და რა ვიცი მე ხალხო სანამ ენერგია მაქვს სანამ სურვილი მაქვს რაღაცა გავაკეთო გამაკეთებინა თორე მე არ სრული არ მექნება და საერთოდ არაფრის სრული აღარ მექნება და გამაკეთებინა და შემასრულე მეც ჩემი პატარა ოცნება ავანგარდი ავანგარდში საერთაშორისო ფესტივალი რომელიც დაეხმარება ქუთაისი იყოს სოფლიო რუკას მე როგორც ქუთაისელი როგორც ჩემი ქალაქის და ჩემი ქვეყნის პატრიოტი მე მინდა რაღაცა გავაკეთო ჩემი და ეს მე ვიცი რომ მაგას გავაკეთებ შეიძლება და იქნება ძალიან მაგარი ხო ფაკაც რო იტყვის მაგარი იქნება ბურთი თქვენ მხარეს არის აღარ შემიძლია კიდევ ერთხელ არაფერს არ ვითხოვ უკანონოს ჩემი თავი შემოგოს 100 წელი უფასო და რაღაც არ მინდა რაც არის წესი და კანონი პროსტა ამაზე მე არაზოს არ ვამოვდი საჯაროდ მაგრამ ნუ აი კიდევ ერთხელ ქუთაისლობა კიდევ ერთხელ აი ძალიან მაგარი სიყვარულის დღე არის ახლა ქუთაისში და კიდევ ერთი წელიწადი გადაიწია ჩემი იდეის განხორციელების 3 მაისი ეს იქნება ჩემი პატარა ოცნება 3 მაისი ქუთაისში ავანგარდი ავანგარდში მიყვარხართ ძალიან აბა ჯანმრთელობას გისურვებთ